ღვთის განკაცება ქრისტეს მოსვლა იყო მზის ამოვწყინება სამყაროში. ერი რომელიც ისხდა ბნელს საშინა ამოუწყინდა ნათელი დიდი როგორც მახარებელი ამბობს. და თუ ეს ნათელი ვერ დაინახა ვინმემ და ბევრმა სამწუხაროდ ეს მხოლოდ მათი ბრალია. იმიტომ რომ როგორ შეიძლება შენს გულის ყურს მისწოდეს ხმა რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა და მოკვდა galaktikების შემოქმედი ადამიანად მოვიდა და შენთვის მოკვდა და მინიმუმ არ დაგაინტერესოს კი მაგრამ რა საინტერესო რამეა აბა ერთი გამაგებინეთ რა ხდება და რატომ არ ინტერესდება ადამიანი რატომ არ სვავს ამ კითხვას იმიტომ რომ ეს ხო უკავშირდება შენს პერსონალურ მარადიულ სიცოცხლეს და ადამიანის სულელი ხომ არ არის კაცო ესე იგი წარმოედგინეთ შენ ხარ ცოცხალი გინდა რომ სიცოცხლე სულ გქონდეს უცებ გესმის რომ galaktikების შემოქმედი მოვიდა ადამიანად შენთვის შენი ცოდვების გამო პირადად შენთვის მოკვდა რომ შენ მარადიულად იცოცხლო მისი შვილის სტატუსით ღვთისშვილის სტატუსით ოდნავ ინტერესსაც კი არ გამოხატავ რომ მართლა აბა რა ხდება და მეტიც ცინიზმით აღიჭურვები ამ ცოდნის წინააღმდეგ ამ ხმის წინააღმდეგ და მის წინააღმდეგ ილაშქრებ და კითხვა ხო ჩდება რა სულელი ხარ ადამიანო რატო აკეთებ ამას ესე იგი წარმოგიდგენიათ ადამიანში ეგოიზმი ეს დემონური სიამაყე და ამპარტავნება ისეთი სისავსით არის ჩადებული რომ მას თვით გადარჩენის ინსტინქტის კი ჩამკვდარი აქვს და მარადიული სიცოცხლისკენაც ვერ იყურება იმდენად ძლიერია ჩემი ეგო რომ მე ვარ ჩემი თავის ღმერთი და არავინ არ მჭირდება ოღონ ამის დეკლარირებას ესე კი არ ახდენს ამის დეკლარირებას ახდენს ცხოვრების წესით სხვადასხვა ფილოსოფიური თუ რელიგიური სისტემებისადმი მიკუთვნობით საკუთარი თავისა და ასე შემდეგ მაგრამ ეს შინაგანი მდგომარეობა აქვს რომ ეს სიამაყე არ უშვებს რა თმინდა მე ღმერთი კაცო როცა მე თვითონ ვარ ჩემი თავის ღმერთი რა თმინდა მე ღმერთის ნებით ვიცხოვრო როცა მე მაქვს ჩემი ნება და ჩემი სიმართლე რომელიც 3 კილო ძვლად გადაიქცევა შენი სიკვდილის მერე რომელიც მალე მოხდება მაგრამ ამას ვერ ფიქრობს დაბნელებული აქვს ადამიანს გონება